დილამშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუს რომ ევრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. დღეს გლობალური პოლიტიკური საკითხებით დავიწყებთ და შემდეგ მოვალთ საქართველომდე. უნგრეთში ჩატარებული არჩევნები, ირანის კონფლიქტი, უკრაინის ომი და მოკლედ მსოფლიოში მიმდინარე არაერთი პროცესია შეფასების საგანი. დაგვრდეთ დავიწყოთ ზუსტად 13 წამში, იქამდე კი თვალი გადავავლოთ ბოლოს სიახლეებს. პარლამენტმა მესამე მოსმენე დაჩქარებული წესით განიხილა გრანტების შესახებ კანონის შეცვლილება და 72 ხმით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ძალის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს. სამართალდამცველებმა რუსთავსა და ფონიჭალაში დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. შრეკის შედეგად ამოღებულია სარეალიზაციო დაფასებული სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ალფა-პვპ, მეთადონი და გამომშრალი მარიხუანა. რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 16 დასჯავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკის განცხადებით დარტყმების შედეგად ხაჯიბეის რაიონში დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობა. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს. ინიციატივა ჯერ საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, უნგრეთში ჩატარებული არჩევნები და მსოფლიოში მიმდინარე ომები დღეს ძირითადად ეს იქნება ჩვენი საუბრის თემა და პირველ რიგში სწორედ ის რაც უნგრეთში ვნახეთ, სრულიად დამაჯერებლად საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვა ოპოზიციონერმა ლიდერმა პიტერ მადიარმა მიუხედავად უნგრეთის საარჩევნო სისტემისა და მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო წესები, როგორც ამბობენ, სახელმწიფო პარტიაზე იყო მორგებული და აი მადიარი უკვე ელოდება, როდის მიიღებს მთავრობის ფორმირების დავალებას. ის გუშინ პრეზიდენტს შეხვდა, რომელმაც აცნობა, რომ მთავრობის დაკომპლექტებას ახალი პარლამენტის პირველივე სხდომაზე სთხოვს. უშუალოდ პრეზიდენტთან მიმართებაში კი მადიარმა აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ მას თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვება მოუწევს, ისე როგორც უკვე დაანონსა მთელი რიგი მიმართულებით, მათ შორის ელიტური კორუფციის გამოვლენის მიზნით გამოძიების დაწყება. აი როგორი სტარტი აქვს პეტერ მადიარს, ეს მინდა ვკითხოთ. მადიარს, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად ჯერ არ დაუკავებია, თუმცა მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე მისი პირველი განცხადებები უკვე მოვისმინეთ. ძალიან პოზიტიურად და აქტიურად დაიწყო პრინციპში და მკვეთრად ჩანს, რომ პოლიტიკა არის არსებითად განსხვავებული ორბანის პოლიტიკისგან, რა თქმა უნდა, შიდა კორუფციის საკითხები ასევე მნიშვნელოვანი, ისე როგორც საგარეო პოლიტიკის ვექტორის გასწორება, ასე ვთქვათ, ბრიუსელთან ურთიერთობის აღდგენის მცდელობა, მათ შორის რეგიონალურ მოკავშირეებთან, ვიშეგრადის აი ამ 4-ეულის ფარგლებში, ვარშავაში ვიზიტის ლოგიკაში ასევე შესაბამისად ეს ყველაფერი პოზიტიური, აშკარად განცხადებით ვნახეთ, რომ უკვე იმ თანხების გამროყვის მიმართულებითაც ნაბიჯებს გადადგმავენ, ეს გაუმჯობესებს იმ რეალობას, რომ ევროკავშირი როგორც უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება გახდეს ქმედითი, რადგანაც სწორედ ორბანი ტროიას ცხენის ფუნქციას ასრულებდა და ევროკავშირის გეოპოლიტიკურ როლს მკვეთრად ამცირებდა. გაერთიანებს ევროკავშირის პოზიციას, რაც ბუნებრივად დადებითად აისახება მათ შორის ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებზე, უფრო ერთიანი და მკაფიო პოზიცია ექნება. ნუ გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უკრაინაზეც ვიცით, რომ განიბლოკება ის თანხები, რაც წარმოუდგენლად პოზიტიური იქნება უკრაინისთვისაც და საბოლოო ჯამში ჩვენთვისაც. თუმცა მადიარის განცხადებით კიდევ ერთხელ სიფრთხილეც ჩანს, თქვა რომ უკრაინის მიმართულებით, ესე იგი, თვითონ არ აპირებენ არანაირ კონფლიქტში ჩართვას, რაც იყო ცრუ ლოგიკა ორბანის და პარალელი რო გავავლოთ, ქართული ოცნების ცრუ ლოგიკაც ზუსტად ასეთია, რომ თუ ოპოზიცია იქნება ხელისუფლებაში, მაშინ ომის ლოგიკა იქნება. აი კიდევ ერთხელ ადასტურებს მადიარის განცხადებები, რომ როდესაც ხელისუფლებაში აღმოჩნდება ოპოზიციური ძალა, სახელმწიფოებრივად აზროვნებს, მათ შორის განცხადებიც გააკეთა, რომ ჩვენ რუსეთთან გვინდა ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნება და არა გაფუჭება
გაბუჭება. ეს არის ბუნებრივი პრინციპში და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ის გარემოა, მათ შორის საქართველოში ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ეცდება, რა თქმა უნდა, ყველაფერი გააკეთოს, რომ არ იდოს დამატებით ესკალაციას ან ურთიერთობის გაფუჭებას კიდევ უფრო. ხო, აი უკრაინაზე აქცენტირებულად მინდა კითხვის დასმა, თუმცა რამდენიმე წუთში იქამდე უშუალოდ საგარეო ვექტორი და თქვენ თქვით, რომ ერთ-ერთი რისი გაკეთებაც მოუწევს პეტერ მადიას, ეს არის სწორედ საგარეო ვექტორის გასწორება და ასევე ახსენეთ, რომ ევროკომისიამ უკვე დაიწყო მადიარის გუნდთან მოლაპარაკებები და ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს გამბლოკვის მიზნით მადიარს 27 პირობა წაუყენა. პირობებს შორის, როგორც დასავლური მედია წერს, არის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება. გაყინული თანხების გამბლოკვისთვის უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომელსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს. აი როგორ ფიქრობთ, გააკეთებს ამას პეტერ მადიარი წავა 27-ვე პირობის შესრულებაზე, თუ აქაც შეიძლება ველოდებოდეთ გარკვეულ წინააღმდეგობას? ვფიქრობ, რომ საკვანძო იქ რაც არის მოთხოვნები, პრინციპში არის სრულად მისაღები ახალი ხელისუფლებისთვის. გარკვეულ პუნქტებზე ალბათ შეიძლება მოლაპარაკებების წარმოება და კონსტრუქციული შეთანხმება. ეს გამომდინარეობს მათ შორის პარალელი რო გავალოთ ისევე 9 პუნქტზე, რომელიც თავის დროზე მოგვცეს და ამ შემდეგ იყო იდეა მთავარი და ლოგიკა სცენარის განვითარების და არა მაინც ტექნიკურად რომელი პუნქტი რანაირად შესრულდება. ბევრი საგანი მე უკვე შესრულების არის აღქმის და შეფასების საგანი. ამიტომ თავარია ლოგიკა საითკენ მიესწრაფვი და ის რომ მადიარი არის პროევროპელი და არ არის ანტიევროკავშირის პოლიტიკური ფიგურა, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ აღვიქვა, რომ უმრავლეს საკითხს მოაგვარებს და ევროკავშირი ცხადია კონსტრუქციულად მოიქცევა არ დაიწყებს მიზეზების პოვნას, რომ ზედმეტად უნგრეთთან ურთიერთობები დაძაბოს, ბუნებრივია ეს. ხო, აი უშუალოდ უკრაინას რაც შეეხება, უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება ერთ-ერთი პირობა ევროკომისიის მიერ დასახელებულ 27 პირობას შორის. ხო, ხა თქვენც ახსენეთ და ნამდვილად უკრაინასთან მიმართებაში უკვე მოვისმინეთ პეტერ მადიარის პირველი განცხადება, ის ერთი მხრივ ამბობს, რომ არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას უკრაინისთვის, თუმცა აქვე ამბობს, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. არის თუ არა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით მომავალი პრემიერის ხედვაც, ასე ვთქვათ, პრობლემა და პრობლემური და რა არის მიზეზები იმის, რომ უკრაინის დაჩქარებულად გაწევრიანებას, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ორბანის ხელისუფლება, რომელიც უკვე მიდის, არამედ ხელისუფლება, რომელიც მოდის, სწორედ პეტერ მადიარის ძალას გულისხმობ. მიზეზი არის აქ მთავარი, რატომ არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ არაერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას და ეს უკავშირდება ერთ კონკრეტულ სფეროს, რომელიც საერთოდ კავშირში არ არის, მაგალითად საქართველოსთან. ეს არის სოფლის მეურნეობა, სადაც უკრაინის გაწევრიანებას ექნება უზარმაზარი ცვლილებები შიდა ბაზარზე, გამოიწვევს კონკურენტუნარიანობის პოლონეთის მაგალითად, რომელიც ასევე როგორც უკრაინის მთავარი მოკავშირე არის პრაქტიკულად, მაგრამ ეწინააღმდეგება ძალიან სწრაფ ინტეგრაციას, იმიტომ რომ ვერ მოასწრებენ საკუთარი სოფლის მეურნეობის ადაპტაციას იმისთვის, რომ უზარმაზარი ნაკადი შემოვა ამ პროდუქციის უკრაინიდან, შეუზღუდავად ევროკავშირში და მოახდენს ამ სექტორის, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, უცებ დაზიანებას. ხო, ეს არის უკრაინის მასშტაბიდან ყველაზე დიდი ევროპული სახელმწიფოა, უზარმაზარი სოფლის მეურნეობის მწარმოებელი, ამიტომ აქ ფრთხილობენ სწორედ. მეორე მომენტი არის, რომ პოლიტიკურადაც ზოგიერთ ამ ქვეყანაში კონფლიქტში მყოფი, ცხელ კონფლიქტში მყოფი ქვეყნის ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერა შეიძლება აღიქვებოდეს ამ ომში ჩართვის გარკვეულ პროცესად. სწორედ ამიტომ ფრთხილობენ, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილად ეს დაჩქარები ინტეგრაცია ისედაც არ არის უახლოესი 1-2 წლის საკითხი, ანუ აქ მაინც დრო იქნება საჭირო და მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია დასავლეთ ევროპის და აღმოსავლეთ ევროპის ამ შემთხვევაში მოლაპარაკება, რომ პრინციპში შეთანხმდნენ გარკვეულ გაიდლაინზე თუ როგორი ნაბიჯებით მიდიან ამ ინტეგრაციისკენ, უკრაინის ინტეგრაციისკენ, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც მთავარია, რომ უკრაინის გაწევრიანებას მხარს უჭერენ, არსებობს პრაქტიკულად ახლა ყველა ქვეყანაში. ისევ მადიარის მოსვლას რომ დაუბრუნდეთ უნგრეთის ხელისუფლებაში, საერთო ჯამში არის მოლოდინი, რომ
უნგრეთის სახალი პრემიერ-მინისტრს უბრალოდ ის თავს საქმეს დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს, ის კარგი კაცია, ამბობს მათ შორის დონალდ ტრამპიც კი, რომელიც ვიცით რომ უნგრეთის არჩევნებში მის გამარჯვებას არ უჭერდა, არ ლობირებდა და მხარს ვიქტორ ორბანს უჭერდა და რადგან ამერიკის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ განწყობამდე მოვედით, აქვე კითხავთ ჯეიდ ევენსის განცხადებაზეც, რომელმაც განმარტა, რატომ უჭერდა მხარს ამერიკის შეერთებული შტატები უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ვიქტორ ორბანის ძალას. ვიცოდით, რომ დიდი შანსი იყო ვიქტორი უნგრეთის არჩევნებში დამარცხებულიყო, მაგრამ ჩვენ იქ ჩავედით, რადგან ის ერთ-ერთია იმ მცირე რიცხოვან ევროპელ ლიდერებს შორის, რომლებიც ბრიუსელის ბიუროკრატიას უპირისპირდებიანო, რამდენიმე დღის წინ გააკეთა ეს განცხადება ჯეიდ ევენსმა. აქ ჩნდება კითხვა, რატომ შედის ვაშინგტონის ინტერესებში იმ პოლიტიკურ ლიდერებთან მეგობრობა, რომლებიც ბრიუსელთან ღია კონფლიქტში შედიან. დღეს ვაშინგტონში არის კონსერვატიული ტიპის ხელისუფლება, ბრიუსელის ბიუროკრატია თავის შინაარსით არის ლიბერალური ინსტიტუცია, ზოგადად ზესახელმწიფოებრივი სისტემა. ევროკავშირი გაცილებით უფრო მხარს უჭერს დღეს საერთაშორისო სამართალს, ვიდრე ვაშინგტონი, რომელიც ადაპტირდა ზოგიერთი ავტორიტარული ქვეყნის მოდელს ძალის უპირატესობის. სწორედ ამიტომ მათთვის მისაღები იქნებოდა ევროკავშირის როგორც ერთიანი ინსტიტუტისა ტრამპის ადმინისტრაციაზე საუბარი კონკრეტულად, თორე ბაიდენის ადმინისტრაცია პირიქით ემთხვეოდა სრულად ბრიუსელის ამ ლიბერალურ მიდგომას. ანუ ეს არის პოლიტიკური კომპასი მემარჯვენე თუ მემარცხენე ძალების და ბუნებრივია რომ ტრამპის ადმინისტრაცია ლობირებს საკუთარ იდეოლოგიურ მოკავშირეებს მემარჯვენე ფლანგზე და აქ კარგად ჩანს რომ საქართველოში მათი მიდგომა არის რადიკალურად სხვა. ანუ ხედავთ რომ მხარს არ უჭერენ ქართული ოცნების აქ ლოგიკას, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ ამ თემის გამოყენებას ქართული ოცნება კავშირების, ვითომ ორბანის მსგავს პოლიტიკას აწარმოებენ, იმიტომ რომ ორბანის ხელისუფლება დაპირისპირებული იყო ბრიუსელთან და ამ კატეგორიაშიც გადის პრინციპში თბილისიც, ხო, ჩვენი ხელისუფლებაც ღია კონფრონტაციაშია უკვე კარგი ხანია ევროკავშირის სტრუქტურებთან. აი მე პირიქით მინდოდა მეკითხა, ეს რამდენად შეიძლება იყოს ის გარემოება, რის გამოც ქართული ოცნების ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციას შესაძლოა მოეწონოს. თქვენ ფიქრობთ, რომ ქართული ოცნების შემთხვევაში ეს ფაქტორი არ იმუშავებს? ანუ აქ საკვანძო არის ის, რომ ქართული ოცნებას მაგის იმედი აქვს, რომ შეიძლება ამ რიტორიკის გამო მოეწონოს, მაგრამ ვაშინგტონი ამავდროულად უყურებს რეალურად ის ხელისუფლება, რა ტიპის საგარეო პოლიტიკას აწარმოებს. ვაშინგტონის ბოლოს დოკუმენტში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, ეს არის შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოების 2026 წლის ანგარიში, ნახსენებია რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და პაკისტანი, როგორც მთავარი საფრთხეები ბირთვული იარაღის და საერთოდ გლობალურ საკითხებში. ქართული ოცნების პოლიტიკა, რომელიც რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენების მზარდ ტენდენციას უკავშირდება, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა გავლენებს, შესაბამისად, ეს არის მთავარი პრობლემა, თორე მარტო ბრიუსელის კრიტიკით ვაშინგტონის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებ თუ შენ რეალურად სუვერენული არ ხარ აი ამ სამი ავტორიტარული ძალის ცენტრისგან, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციისთვისაც რჩება ერთ-ერთ საკვანძო პრობლემა და ამაზე ხშირად საუბრობენ. კი ბატონო, საერთოდ ჯამში ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე თვენახევარი ახალი მიზეზი აქვს ევროპულ სახელმწიფოებთან დაპირისპირებისთვის, აქამდე იყო განსხვავებული დამოკიდებულება უკრაინის ომთან მიმართებაში, აი ახლა კი იგივე ვხედავთ უკვე ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით. ტრამპი ევროპული სახელმწიფოებისგან ირანის კონფლიქტში მეტ ჩართულობას ითხოვს, მაგრამ თვითონ ევროპა ამის გაკეთებას არ აპირებს. ჯერ ერთი რამდენად სწორია და ამასობაში უკვე ამ თემამდე რადგან მოვედით, სწორედ ირანის კონფლიქტსა და ამ კონფლიქტთან მიმართებაში ევროპის პოზიციაზე ვისაუბროთ, რამდენად სწორია ამ საომარ მოქმედებას და იმასთან მიმართებაში, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ევროპის წამყვანი ქვეყნების პოზიციონირება, როცა ისინი აცხადებენ, რომ ეს ომი მათ არ ეხებათ და მეორე მხრივ, როგორ შეიძლება შეიცვალოს ამერიკის და ნატოს, აი ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ურთიერთობა უკვე მას შემდეგ, რაც ეს ომი დასრულდება. პრინციპში ევროპული ქვეყნების ლოგიკა, რომ ამ ომში არ უნდათ მონაწილეობა, გამომდინარეობს იქედან, რომ ეს ომი შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად, ასე ვთქვათ, მარტო ისრაელთან ერთად გადაწყვიტეს რას და როგორ აღწევენ და უკვე შედეგებში ჩართვა გარკვეულწილად სარისკო არის,
მეორე მხრივ ევროპას ახლა გაცილებით მეტი ვალდებულება გააჩნია უკრაინის მიმართულებით და ამით საკმაოდ ამაყობენ ხოლმე ვაშინგტონში რომ აღარ უწევენ მხარდაჭერას ჯეი ვენსიც ამბობდა და შესაბამისად ვინ უწევს მხარდაჭერას და ეს არის ევროპა სრულად გარდა ამისა მოდით პირდაპირ თქვათ ევროპა გაცილებით უფრო მოწყვლადია პირობითად ირანული ისლამისტური რადიკალური ნარატივებისთვის საკუთარი თუნდაც იქ მოსახლეობის კომპონენტი ვინც მსგზავრობს იქ და ასე შემდეგ ანუ რისკები მეტია ვიდრე შეერთებულ შტატებს რომელიც სხვა პოზიციებიდან იმყოფება და გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია და მე ვფიქრობ ეს არის პრაგმატული ნაწილიც რეალურად და ვაშინგტონიც და ბრიუსელიც მიუხედავად რიტორიკისა ხვდებიან რომ ეს ლოგიკურად ის საკითხია სადაც ევროპის ჩართვა უბრალოდ საჭირო არ არის არ არსებობს ამოცანა რომელსაც ამერიკა მარტო ვერ შეასრულებს ამიტომ უბრალოდ ეს იქნებოდა კიდევ უფრო დიდი ესეთი კონფრონტაციის შექმნა და ნუ ცხადია რომ ევროპის კავშირები ისრაელთან სხვა არის და შეერთებული შტატები სხვა ამიტომ ძამბუნებრივი ვითარება. აი ჯეი ვენსის განცხადება ახსენეთ უკრაინასთან მიმართებაში და უთხრეთ მაყურებელს რა თქვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ის ამბობს რომ ამერიკის მიერ უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია რა გადაწყვეტილებითაც ყველაზე მეტად ამაყობს. აი რამდენად სწორად მოიქცა ამერიკის შეერთებული შტატები ზელენსკის ქვეყანას მოდიეთ აი ვენსის განცხადების კონტექსტში ეს კითხვაც დავსვით. მე ვფიქრობ რომ სწორი ნაბიჯი ნამდვილად არ იყო და ეს არის ადმინისტრაციის ნაბიჯი თუმცა მოდით ისიც ვთქვათ პირდაპირ რომ ევროპა მოსახლეობით მაგალითად გაცილებით უფრო დიდია 500 მილიონიანი მოსახლეობა გააჩნია ევროპა ფინანსურად ძალიან ძლიერია სამხედრო კუთხით აი ორბანი უშლიდა ხელს რომ უფრო მეტი ინტეგრაცია მოხდეს ევროპას სრულფასოვნად შეუძლია დაფაროს უკრაინის ყველა ხარჯი მაშინ როდესაც ამერიკას უწევს პასუხისმგებლობა ირანზეც და იქ ევროპა არაფერ შუაშია ტაივანზეც მაგალითად სადაც ასევე რისკები არსებობს და არაერთ სხვა რეგიონში დედამიწის ანუ გლობალური როლი პოლიციელის ასე ვთქვათ გაცილებით მეტად გააჩნია შეერთებულ შტატებს ვიდრე ევროპას ამიტომ თუ ევროპა აიღებს სრულად დაფინანსებას და სამხედრო აღჭურვილისთან შეუძლია ეს დღესაც არ საკეთებენ ყიდულობენ ამერიკელებისგან და მე აწვდიან უკრაინას ხო ევროპელები ანუ ეს სქემა პრინციპში არის ბუნებრივი იმიტომ რომ ევროპელების გააზრება რომ უკრაინის კონფლიქტი არის ევროპელების კონფლიქტი და ევროპელების წინააღმდეგ რუსეთის ომი ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ ზოგი ჭირი მარგებელია და ტრამპის ადმინისტრაციის ეს ქმედებაც სასარგებლო აღმოჩნდება ჩემი აზრით ევროპისთვის რომ უფრო პასუხისმგებლიანი გახდნენ საკუთარი მომავლის მიმართულებითაც ხო, აი ირანის კონფლიქტთან მიმართებაში დონალდ ტრამპი არა მხოლოდ ევროპელ პოლიტიკოსებს და ლიდერებს ცალკეულ სახელმწიფოს ხელმძღვანელს დაუპირისპირდა, არამედ რომის პაპსაც გადაწვდა და იცით რომ რამდენჯერმე გააკრიტიკა პაპი ლეო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი პაპის მოწოდებას რომ დაასრულოს ომი მყისიერი გამოხმაურება მოხდა სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის მხრიდან, სადაც ის წერდა, რომ რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტია და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საშინელი. აი თვითონ ტრამპის პერსონას როგორ დაახასიათებთ? აი მისი განცხადებები, რასაც ვისმენთ საკუთარი თავის ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს, ევროპელი ლიდერების, რომის პაპის და რა ვიცი, მის ირგვლივ მყოფი და არსებული ყველასა და ყველაფრის შესახებ. აი თვითონ ტრამპზე რას გვეუბნება? ძალიან გულწრფელად გეტყვით ამ კითხვაზე პასუხს. ერთია ტრამპი რას ამბობს და მეორეა რას აკეთებს და ხშირად არის კატეგორიულად განსხვავებული. მე პირადად როგორც ამ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვაკვირდები სწორედ იმას, რასაც აკეთებს. იმიტომ რომ თუ დააკვირდები რასაც ამბობს ეს გაცილებით უფრო არის შოუს ელემენტების მქონე, მისი განცხადებების სტილი, მისი განცხადებების ესე იგი პათოსი, მიდგომა დღეში რამდენიმე განცხადებას აკეთებს, რომელიც ლოგიკურად ხანდახან ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ თავარია რას აკეთებს შეერთებული შტატები, იმიტომ რომ შეერთებული შტატები არის სისტემა, რომელშიც ნამდვილად პრეზიდენტს დიდი როლი გააჩნია, მაგრამ მარტო არ და ვერ წყვეტს და ეს სისტემა ფუნქციონირებს საკუთარი გრძელვადიანი სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე. ამიტომ ტრამპის როლი არც უნდა დავაკნინოთ, მაგრამ ზედმეტი ყურადღებაც მის განცხადებებზე თან ასეთი ემოციური ტიპის განცხადებები, რომელიც გააჩნია, რომელიც ყურადღებას იპყრობს, ჩემი აზრით არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ შინაარსობრივად ნატოდან არ გამოსულა პირიქით ნატო გაძლიერდა, მათ შორის
ხო საუბარია იმაზე, რომ 2%-იანი ზღვარი რო იყო და ვერ აკმაყოფილებდნენ სამხედრო ხარჯების, 5%-მდე არის გაზრდილი და პრაქტიკულად ყველა აკმაყოფილებს. ანუ ნატო წარმოუდგენლად გაძლიერდა ტრამპის აი ამ უცნაური რიტორიკის შედეგად, ხო, თავისი სამხედრო პოტენციალის მიმართულებით. ამიტომ ქმედება გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე განცხადებები. ეთილი ბატონ გიორგი, რაც შეეხება უშუალოდ ირანის კონფლიქტს, აი ბლუმბერგი წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა შესაძლოა ცეცხლის კიდევ 2 კვირით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ 2 კვირით გახანგრძლივების გაწყვეტილება მიიღონ, ან მხარები ამაზე შეთანხმდნენ და როგორც წყაროებზე დაყრდნობით ბლუმბერგი უწყება, კონფლიქტის მხარებს შორის შუამავლები ტექნიკური მოლაპარაკებების ორგანიზებას ცდილობენ ყველაზე სადაო საკითხების მოსაგვარებლად, მათ შორის კი არის ჰორმუზის სრუტის გახსნა და ურანის გამდიდრების შესახებ საკითხი. აი რა შეიძლება მხარებს მისცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამატებითმა 2 კვირამ, თუ კი ასეთი შეთანხმება მორიგჯერზე შედგება. მე ეს მახსენებ, სანამ 28 თებერვალს ომი დაიწყებოდა, ლოგიკა 3 ეტაპად ჰქონდათ მოლაპარაკებები ომანში და მერე შვეიცარიაში და თითოეულ ეტაპზე რომ მიდიოდნენ, გაწელვა ხდებოდა მოლაპარაკებების, ყველასთვის გასაგები იყო, რომ შეერთებული შტატები ამას მათ შორის აკეთებენ. ერთი მხრივ რომ შანსი მისცენ ირანს, მეორე მხრივ რომ შექმნან საფუძველი იმისა, რომ შემდგომ თქვან რომ ჩვენ ვცადეთ საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკები უშედეგოდ, ამიტომ გადავედით უკვე საომარ მოქმედებებზე. ახლაც როგორც ჩანს, შეერთებული შტატები შესაძლოა ახლა მეორე გაგრძელება იქნება, ხო? ცეცხლის შეწყვეტი, შესაძლოა მესამეზეც კი წავიდნენ პირობითად, ანუ რაღაც პერიოდს მისცემენ ირანს იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა არ იკვეთება, რომ ირანი მზად არის საკვანძო გადაწყვეტილება უკავშირდება სწორედ ურანის გამდიდრების საკითხს. აქ არ იკვეთება სურვილი, როგორც მედია წერს, ვაშინგტონმა თეირანს ურანის გამდიდრების 20 წლით შეჩერება მოსთხოვა, თუმცა ირანი მხოლოდ 5 წლიან ვადაზეა თანახმა. აი, კი ბატონო, იყოს მეორე, მესამე რაუნდები, მაგრამ საბოლოო ჯამში რა გამოვა და გამოვა თუ არა რამე მხარებს შორის მოლაპარაკებებიდან, ანუ რა შანსი დარჩა იმის, რომ კონფლიქტი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიჭრას. სამწუხაროდ საკმაოდ მცირე, თუნდაც 5 წლით თუ ვამბობთ, 5 წელი დასჭირდებათ მათ ბირთვული ობიექტების აღდგენას. ანუ რომც არ იყოს ეს შეთანხმება, 5 წელი ურანის გამდიდრება მართლა ვერ ექნებათ ფიზიკურად დაბომბვების შედეგად, მათ შორის მიწის ქვეშ მყოფი ფორდოს და სხვა ცენტრების. ამიტომ ეს 20 წელი არის ლოგიკური, მაგრამ არ სურთ, იმიტომ რომ მათი მიზანი არის ურანის გამდიდრება და ნუ გასაგებია ეს ლოგიკა. სწორედ აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ აი შეთანხმებით შეიძლება მივიდეთ გარკვეულ შედეგამდე, საკმაოდ რთულია და ამაზე მეტყველებს მათ შორის ის, რომ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, შეერთებული შტატები რეგიონში აგზავნის სახმელეთო სპეცდანაყოფებს, ზრდის ყოფნას რეგიონში, მათ შორის და ეს სავარაუდოდ მეტყველებს იმაზე, რომ შტატები უფრო ფართო ოპერაციისთვის ემზადებიან, რომელიც ერთ-ერთი კომპონენტით უნდა მოიცავდეს 400 კილოგრამი გამდიდრებული ურანის გატანას ირანიდან. ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ ამ ურანს არ გაგვატანენ, მაშინ ჩვენ მოგვიწევს მისი წაღება ჩვენით, ასე რომ აი ეს არის ვენესუელას მსგავს, თუმცა კიდევ უფრო მაღალი დონის ოპერაციას მოვაწყობთო. კი ბატონო, ასეთი განცხადება თუ მუქარაც შეიძლება ალბათ ამას მუქარაც დაერქვას, მოვისმინეთ ტრამპის მხრიდან, თუმცა აქ ჩდება კითხვა, რამდენად აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ამის რესურსი და შესაძლებლობა. და მხოლოდ ამერიკასთან მიმართებაშიც რომ არ დავსვათ ეს კითხვა, მეორე მხარესთან დაკავშირებითაც ვიკითხოთ, ანუ რისი თავი და რესურსი დარჩა ამერიკასაც და მეორე მხრივ ირანსაც. რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს შეუძლიათ სახმელეთო ოპერაციის წარმოება შეზღუდული მასშტაბით. პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს იქნება ძალიან სარისკო და სავარაუდოდ დიდი დანაკარგებით და ვენესუელასავით არ გამოვა და ვერ გამოვა. თუმცა მეორე მხრივ ირანის რესურსები არის სერიოზულად დაზიანებული და ყველაზე ძლიერი პოზიციები ალბათ გააჩნია სწორედ სახმელეთო მიმართულებით, ანუ კონვენციური ასეთი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ ასეთ ოპერაციას საჭირო იქნებოდა, რომ ყოფილიყო საკმაოდ სწრაფი, ეფექტური, შეზღუდული ლოკაციით, სერიოზული ავიაციის კომპონენტით და რაც შეიძლება მალე რომ კონკრეტული ამოცანა შეასრულონ და არა ფართომასშტაბიანი შეჭრა, რომელიც ერაყში ან ავღანეთში გვინახავს. ანუ თუ ურანის გატანაზეა საუბარი, უნდა იყოს ლოკალიზირებული სწორედ იმ მიმართულებით. შეერთებულ შტატებს ნამდვილად მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა არის ესეთი ოპერაციის წარმოებისთვის, თუმცა ერთი ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. ან ეხლა მალე გააკეთებენ ამას,
ან რაც უფრო მოახლოვდებით არჩევნებს შეერთებულ შტატებში, რომელიც ნოემბრისთვის არის დაგეგმილი, მით უფრო ალბათობა დაიკლებს, იმიტომ რომ დანაკარგები იქნება ასეთ ოპერაციის დროს და ეს დანაკარგები აისახება ტრამპის და რესპუბლიკური პარტიის რეიტინგზე წინა საარჩევნოდ ამას ითვალისწინებენ. ნეტანიაჰუსაც ეხება ეს შემოდგომაზე ასევე ისრაელში არჩევნები და შესაბამისად ძალიან დიდ ხანს ესეთი ვითარება ვერ გაგრძელდება. ან ეხლა ომი გრძელდება და რაღაც ლოგიკაში სრულდება, ან ეხლავე სრულდება, მაგრამ აი ზაფხულის და უკვე შემოდგომისკენ ომის ანუ დროში გაწელილი ომი ცუდად აისახება არჩევნებში რესპუბლიკელების შედეგებზე. და ისრაელში ნეტანიაჰუს შედეგებზე. კეთილი. ბატონ გიორგი, აი ბოლო კითხვას დაგისვავთ და ამით დაგემშვიდობებით. ახლა ირანის კონფლიქტის ფონზე გარკვეულწილად ყურადღება მოაკლდა უკრაინას, ამიტომ ახლა უკვე გითხარით აი ამ ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის ირანზე შეტევამ როგორ შეცვალა უკრაინა რუსეთის ომთან დაკავშირებული გარემოებები. ხა ნატოს გენერალური მდივანი კი ამბობს, რომ არ შეუძლიათ უკრაინის ხედვის არეალიდან დაკარგვა, თუმცა ხო, გარკვეულწილად მაინც უკრაინიდან ყურადღება ნამდვილად ახალ კონფლიქტია გადატანილი და ზელენსკიც ამბობს ღიად ამას, რომ ეს ვითარება უკრაინას არ აწყობს. დაახლოებით 2 კვირის წინ მოვისმინეთ ზელენსკის შესაბამისი განცხადება. მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა რა მდგომარეობაში ჩააყენა უკრაინა და როგორ შეცვალა უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა? ძალიან მნიშვნელოვანი და პირდაპირ საკითხი არის, რომ ყურადღება გადავიდა იქეთ და შესაბამისად რესურსებით საკმაოდ სერიოზულად წავიდა იქეთ, მათ შორის საერო თავდაცვის სისტემები და ასე შემდეგ, ხო, უზარმაზარი რაოდენობით დაიხარჯა. ამიტომ ის რომ ევროპელებმა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტში უკრაინის მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტში არ არიან ჩართული, იყო საკმაოდ ბუნებრივი და ლოგიკური გასვლა. ეხლა, როდესაც მაგიარი არის ხელისუფლებაში და უნგრეთის ფაქტორი არ არსებობს, იმედი მაქვს, რომ უკრაინის მიმართ ფინანსური მხარდაჭერა, სამხედრო მხარდაჭერა გაიზრდება ევროპელების. მათ შორის ხედავთ, რომ უკრაინას თავად გააჩნია ახალი ტექნიკური შესაძლებლობები, საუბარი იყო, რომ რობოტებით დაიკავეს პირველი პოზიცია. უკრაინამ სტრატეგიული არჩევანი გააკეთა, რაც მის სუვერენიტეტზე საუბრობს, როდესაც დაბომბა რუსეთის ნავთობის გადამუშავების და ექსპორტის რამდენიმე საკვანძო ადგილი, მაშინ როდესაც ნავთობის ფასები ასეთი მაღალია და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო რუსეთს შეუძლია გამდიდრება პირობითად რაღაც პერიოდით, ანუ შევსება იმ დეფიციტის, რაც ბიუჯეტში გააჩნია. ამიტომ ამ დაზიანებით სტრატეგიულად ისარგებლა, რომ ასიმეტრიული ომი აწარმოოს ასევე, მათ შორის არაბულ ქვეყნებთანაც აი ეს დრონების წინააღმდეგ ტექნოლოგიით საუბარი, ესეც შეიძლება იყოს რეალური ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის საფუძველი, რადგანაც ის, რაც ახლა გამოიყენება ამ დრონების წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში, უკრაინას სჭირდება ეს რაკეტები, ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. ასე რომ უკრაინა საკმაოდ საინტერესო და სწორად იქცევა, რა თქმა უნდა, და ევროპელების პოზიცია საკვანძო, რომ საკმარისზე მეტი გააკეთონ, რომ დაეხმარონ უკრაინას. აი გუშინ გერმანიასთან თუ გუშინ წინ, 2 დღის წინ გერმანიასთან გააფორმა უკრაინამ თავდაცვითი შეთანხმების პაკეტი. ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი, ხო? ეს არის სწორი ნაბიჯი, სწორი მიმართულებით, ერთობლივი წარმოება ექნება დრონების, მაგრამ საკმარისი არ არის და ფიქრობ, რომ უნგრეთის გამბლოკვა ამ პოზიციიდან ერთიან ევროპულ კონტექსტში შემოიტანს, თორე მარტო გერმანია, მარტო საფრანგეთი, მაინც მთელი ევროკავშირი ცხადი არ არის. მადლობა ბატონ გიორგი სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით. გიორგი ტუმასიანი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ ირაკლი ფავლენიშვილი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდება, ასე რომ დაგვარდეთ. მარშალს რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი გვერდება. გამარჯობა ირაკლი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ირაკლი, დღეს მინდა დავიწყოთ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებების შეფასებით, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ პარლამენტში გააკეთა. ის გიორგი გახარიას პარტიის წევრმა დეპუტატებმა მიიწვია საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით, კითხვები კი, რასაც მინისტრისგან განმარტებები აინტერესებდათ, შეეხებოდა ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას და ქვეყნის დღევანდელ კურსს. მაგალითად, ერთ-ერთი კითხვა იყო, რა სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძვლების თანახმად მოხდა კონსტიტუციურად განსაზღვრული და სავალდებულო ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება 2028 წლამდე, რაზეც მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ეს შეფასება არასწორია და სინამდვილეში პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან შეჩერდა ბრიუსელის და არა ქართული ოცნების გაწყვეტილებით. აი კიდევ ერთხელ ის, რაზეც ალბათ ბევრჯერ გვისაუბრია, ვის უნდა მოვთხოვოთ ევროკავშირთან დაპაუზებულ ურთიერთობაზე
პასუხი ქართულ ოცნებას თუ ბრიუსელს და რას ეთყოდით მაკაბოჭორიშვილს გუშინ რომ პარლამენტში ყოფილიყავით? ხო, არა, პარლამენტში ყოფნა შემეძლონა ამ გაყალბებულ და ასე ვთქვათ არალეგიტიმურ პარლამენტში, თუმცა იმიტომ არ ვარ რომ ამ ადამიანებთან ახლა საუბარს ამ ეტაპზე ნამდვილად არ აქვს აზრი გამომდინარე იქიდან რომ ახლა შეუძლებელია ადამიანები გუწეველი იყოს, როცა ამას ამბობს, ხო? ყველა მყარავიცით ვინ გამოვიდა ოქტომბრის მიწურულს, უბრალოდ ნოემბრის მიწურულს უკაცრავად და ვინ გამოაცხადა რომ საქართველოს წვეთს ევროპულ ინტეგრაციას და დღეების მანძილზე ვინ ასე ვთქვათ ჭყალებში აპრაუებდა ამ პოზიციას რომ თუმცა აუცილებელი იყო ევროპულ ინტერესებიდან გამომდინარე რომ ჩვენ ევროპულ ინტეგრაციის პროცესი შეგვეჩერებინა. იგივე ხალხი იძახის რომ ჩვენ არ შეგვეჩერებია ეს პროცესი ხარ. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს რამეზე ელაპარაკო, ხო? ეს აბსოლუტურად არადეკვატური არის თვითონ ეს რეჟიმი და მის ყველა წარმომადგენელი ერთადერთი მათ რაც არჩენიათ პროპაგანდისტულად არის აბსოლუტური ტკნარი სიცრუეების თქმა. ეხლა ჯერ მარტო დაუწყოთ ყველაფერი 2024 წლიდან მოყოლებული. ისეთი კანონი მიიღეს, რომელზეც იცოდნენ საერთაშორისო რეაქცია, იცოდნენ ადგილობრივი ქართული საზოგადოების რეაქცია, იცოდნენ რომ ეს კანონი იყო აბსოლუტურად მიუღებელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, გამოიწვევდა პოლარიზაციას, ესკალაციას, თვითონვე იძახდნენ რომ ეხლა მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ და თვითონ მოაწყოს ეს კრიზისი, ხელოვნურად აბსოლუტურად მიუხედავად რომ პოლიტიკური პატიმრები არსებობდნენ ქვეყანაში, მიუხედავად რომ ბევრი ცუდი რამე ხდებოდა, აი სხვა ესკალაციის საფეხურზე გადაიყვანეს, მე ორკესტრებულად დაიწყეს ადამიანების ცემა, ადამიანების ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და მათ შორის სრულიად გამიზნულად მიიღეს კანონები, რომელიც არის შეუთავსებელი ევროპულ ნორმებთან. და ეს ძალიან კარგი არის თვითონ იურისტებმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იურისტი არის ამ გუნდში და მათ შორის ეხა ეგრეთ წოდებულ წამყვან თანამდებობებზეც იმყოფებიან. ამიტომაც რა თქმა უნდა ყველაზე კარგად თვითონ იციან რომ ყველაფერი ქნეს იმისთვის რომ ჩაეხერგათ ევროპული ინტეგრაციის გზა. რატომ მიიღეს მაშინ რუსული კანონი? მან და მაინც აი ამ სენსიტიურ პერიოდში, ხო? მით უმეტეს როცა ერთი წლით ადრე იცოდნენ ზუსტად რა რეაქცია მოყვებოდა ამ საერთაშორისო საზოგადოებაში და ადგილობრივ დონეზე. რატო ჩაატარეს ყველაზე ცუდი არჩევნები ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში? რატო წაართვეს მასობრივად პასპორტები, პირადობის მოწმობები? რატომ შეცვალეს სხვა რეპრესიული ზომები და მერე საბოლოო ჯამში დეკლარაცია მოახდინეს? დემოკრატიულ უკუსლას რაც შეეხება ამ მიმართულებით ოპოზიციის მისამართით მოისროლა გუშინ ისრები მაკაბოჭორიშვილმა და თქვა რომ ოპოზიციის მიერ დემოკრატიულ პროცესებზე ვარის თქმის გამო მიეცა ევროპულ ბიუროკრატიას საფუძველი ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ უკუსლაზე ისაუბროს საქართველოში, ასე რომ როდესაც აი ცხრანაბიჯზე საუბრობთ მაკაბოჭორიშვილი გეუბნებათ ოპოზიციამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ამ თვალსაზრისით რას უპასუხებდით? უნდა უპასუხო ამ ადამიანს ერთი რეკომენდაცია მანახეთ, რომელიც შეასრულა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა საარჩევნო სასამართლო მიმართულებით. ვენეციის კომისიის რომელიმე დასკვნა მანახეთ, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა შესრულებული. ან რომელიმე ისეთი ნაბიჯი მანახეთ, რომელიც ოდნავ მაინც თანასწორობის და სამართლიანობის განცდას გააღვივებდა საერთაშორისო პარტნიორებში. აი აქეთ ხარეს რომ ათეულობით პოლიტიკური პატიმარი ყავს და ასე მეტი კაცი არის დაჭერილი და იქით ხარეს რომ ერთი კაცი არ დაუჭერეთ, მიხედავთ რომ პირდაპირ ეთერში უყურებდით როგორ მოსაკლავად იმეტებდნენ ადამიანები აბსოლუტურად არაადეკვატურ ვითარებაში, სადაც აბსოლუტურად მათ შორის როგორც შემთხვევაში გარბოდნენ საერთოდ ადამიანები და ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, მაშინ ჩეხავდნენ ადამიანებს და ფიზიკურად აყენებდნენ ისეთ შეურაცხყოფას, რომ თვითონაც აღიარებული აქვს, რომ აწამეს. ხო, ზოგადად მაგალითად ლევან ხაბეიშვილი, ჩემი მეგობარი, აწამეს და ეს თვითონ გობახიძემაც აღიარა, რომ ეს კაცი ნაწამებია და იმის მერე რაც ამ კაცმა პოლიტიკური დაპირება გაცა, რომ თუ აღარ აწამებთ მოქალაქეებსო, ახალი ხელისუფლება დაგაჯილდოვებთო, ეს ადამიანი აბრალებიც ის ციხეში. ამიტომაც ამ ადამიანებსგან საუბარი იმაზე, რომ თითქოს და ოპოზიციის ბრალია რაიმე არის აბსოლუტურად არაადეკვატური. ერთი ნაბიჯი მანახონ, ერთია. ბევრზე არ არის საუბარი, ეგ არის წარმოსულანი. ერთი ნაბიჯი მაინც მანახონ, სადაც ისინი იყვნენ კონსტრუქციულები, ან სადაც მათ სადეს, რომ ეს ერთი აუცილებლად და საგარეო პოლიტიკაზე მინდა მერე საგარეო პოლიტიკას როცა ვეხებით, ქვეყანა რომელიც ომის პარტიას უწოდებს და deep state-ს უწოდებს და თავარ დამნაშავეს ყველა კონფლიქტში, მათ შორის ჩვენ რეგიონში მოიხსენიებს კოლექტიურ დასავლეთს, ახლა რა ნამუს უნდა საუბრობდეს იმაზე, რომ ისინი ევროპული ინტეგრაციის კუთხით რამეს აკეთებენ. ანუ ეხლა მე რო საუბრობდი იმაზე, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ევროპასთან ურთიერთობა გავაძლიერო და მე რო ადანაშაულებდი უკრაინაში წარმოებულ ომში, საქართველოში დაწყებულ აგვისტოს, აი რუსეთის მიერ დაწყებულ კონფლიქტებში, სხვა ქვეყნების მიერ დაწყებულ კონფლიქტებში ვადანაშაულებდი ევროპას. ეს გაუგეუნარი ფაქტი არის და ამას აკეთებს ივანიშვილი ამდენი წელია. ამიტომაც არ ვიცი ეხლა ელემენტარული ლოგიკური ამ ადამიანების რისი თქმის თავიც არა აქვს პოლიტიკური თავი არ აქვს რისი თქმის რომ არ არიან ევროპელები და არიან ანტიევროპელები. აი სინამდვილეში ვინც არიან ხოცები, ეს ხოცების ქსელი რო არის პოლიტიკური ნეიტრალური საქართველოს და ხალხის ეს ხალხი უფრო თამამად იძახის
მათ უფრო ათმევინებენ ხოლმე ეს თავარ რეალურ ხოცურ მესიჯებს რაც არსებობს რომ ევროკავშირი არ გჭირდება რომ ევროკავშირი არის აბსოლუტურად მიუღებელი რომ ჩვენ ევროპა არ ვართ და ასე შემდგომ სინამდვილეში ამას ფიქრობენ და აკეთებენ ხოცები უბრალოდ საჯარო დეკლარირებას ვერ ახდენენ იმიტომ რომ ჭირდებათ აი ეს რაღაც კამუფლაჟი ირაკლი რაც შეეხება იმ შექმნილი გეოპოლიტიკური პერიპეტიების ფონზე საქართველოს პოზიციონირებას და ქართული ოცნების პოლიტიკას ხა თვითონ მაკაბოჭორიშვილმა გუშინდელ მოსმენაზე ქართული ოცნების დღევანდელ პოზიციონირებას უწოდა პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა და თქვა რომ აი უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლებას მართებს გამორჩეული სიფრთხილე გამოუჩინოს საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის დროს. ბოჭორიშვილს რა თქმა უნდა დაეთანხმნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომელთაგანაც ერთმა, მაგალითად ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპონენტების მიმართ და ამ შემთხვევაში გახარიას პარტიის წევრებს გულისხმობ დასვა ასეთი კითხვა. ყველაფერი რომ გაგვეკეთებინა, რასაც ევროკავშირი გვეუბნებოდა. სად იქნებოდა დღეს საქართველო? გინდათ რომ დაინგრეს ქვეყანა და გინდათ კიდევ ერთი ომი იყოს. აქ მივიდოდა ჩვენი მდგომარეობაო გახარიას პარტიის წევრების მისამართით კიდევ ერთხელ თქვა ლევან მახაშვილმა. სად იქნებოდა საქართველო? აი დავსვათ ის კითხვა, რასაც სვამენ საქართველოს ხელისუფლებაში. სად იქნებოდა საქართველო ქართულ ოცნებას რომ გადაედგა ნაბიჯები, რომელიც კრიტიკას არ გამოიწვევდა. პოლიტიკური სატირის ჟანრია, რასაც თქვენ ამბობთ, ოღონდ თქვენ კი არ ამბობთ, რასაც კითხულობთ, რაც თქვა ამ კონკრეტულმა ადამიანმა, ხო? იმიტომ რომ აი რაღაც მართლა არც ერთ ქვეყანაში არ მოხდება, ნუ სოფლიოში აღარ არის ქვეყანა, სადაც ესეთი საოცარი ნიუსი შეიძლება არსებობდეს, რომ ევროპული ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი პარლამენტში იძახის, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებულები რო ყოფილიყავითო, ქვეყანა იქნებოდა დანგრეულიო. აი ეს ხა ნორმალური სახელმწიფო და ნორმალური პარლამენტი, ეგრეთ წოდებული პარლამენტი, ნორმალური ქვეყანა არის, ეს ხო რაღაც. აი ამას კომენტარი არ შეჭერდება. ქვეყანაში იქნებოდა ომი. ხო, დანგრეული იქნებოდა. ანუ ევროპული ინტეგრაციის ხელმძღვანელი იძახის, რომ ქვეყანა იქნებოდა დანგრეულიო, რომ ეს ინტეგრაციის გზა წარმატებული ყოფილიყავით ევროპული ინტეგრაციის გზაზეო. ამას მე კომენტარი უნდა გავაკეთო. ჯერ ყველაფერს თავი დავანებოთ ევროპული ინტეგრაციის რაღაც ხელმძღვანელობს ეს ადამიანი თუ დამანგრეველი არის ჩვენ ქვეყნისთვის. მე ნამდვილად მიმოჩნია რომ კარგია ჩვენ ქვეყნისთვის. ანუ ევროპაში ომი რატო უნდა უნდათ საქართველოში? ხო, აი ამას ვერც ერთხელ ვერ ახსნეს ეს. ანუ გასაგებია რომ უბრალოდ манипуლირებენ იმ ომის შიშეთ, რომელიც აქვს საქართველოში მოქალაქეებს იმის გამო რომ არ ვიცი ყველას აქვს ეხა ნორმალურ ადამიანს რა თქმა უნდა მეტნაკლებად ომის შიში უბრალოდ თავარი რომ ყველამ გავითავისოთ რომ თუ ჩვენ პარტნიორი აღარ გვეყოლება, მეგობარი აღარ გვეყოლება და რუსეთის ამარა დამრჩებით და რუსეთისგან დამცავი მექანიზმები საგარეო პოლიტიკური აღარ გვექნება, რუსეთი ჩავკლაპავს. ან რუსეთის კეთილნებაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული და აი ამაში მდგომარეობს სინამდვილეში გასაღები ამ პრობლემის, რადგან საუბრობ ამდენი ხანი. ვისაც რუსეთის კეთილი ბუნების წამს, არ ვიცი, ეს არის რაღაც პოლიტიკური მართლა არაადეკვატურობას ვერ უწოდებდი, იმიტომ რომ კარგად აქვს გათავისებული, უბრალოდ პირადი ინტერესი აქვს ეთქვა, რომ რუსეთი დომინირებდეს ამ რეგიონში, თორე ყველა ხო კარგად ხდება, რომ კეთილი ნება რუსეთი ჩვენ თანამდებობაში არ გააჩნია და იმისთვის რომ მათი ეს არაკეთილი ნება, ბოროტი ნება იყოს დაბალანსებული, საჭირო არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ევროპა და ამერიკა და თუ ჩვენ მათთან ყველანაირ ურთიერთობას გავწყვიტავ, ეს პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა კი არ არის. არ უნდა დავასრულო როგებას. პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა კი არ არის. პირიქით, ეს არის აბსოლუტურად მცდარი პოლიტიკა, იმიტომ რომ შენ ვინც ხავს რეალური მეგობარი, ვინც შენ სუვერენიტეტს უჭერს ხარს, ვინც შენში ეკონომიკაში, შენ ინსტიტუციურ გაძლიერებაში მილიარდობით თანხებს ხარჯავ, იმ ქვეყანებს რომ ზურგს აქცევ, იმ ქვეყნებთან რომ ტრულ კონფრონტაციულ ურთიერთობაში ხარ და იმ ქვეყანას რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ტერიტორიები რომ კუც უკიცინებ და ისე რომ საერთოდ სანაცვლოდ ვერაფერს ვერ იღებ, ეს პრაგმატული პოლიტიკა კი არ არის. ეხლა გვისაუბრეთ იმაზე, მუშაობს თუ არა ქართული ოცნების ეს რიტორიკა, პროპაგანდა ქართულ საზოგადოებაზე. გუშინ ამბობდა ჩემი ერთ-ერთი სტუმარი, რომ ძალიან დიდი მსგავსებაა ქართული ოცნების რიტორიკასა და იგივე ვიქტორ ორბანის რიტორიკას შორის და მისივე პოზიცია, რომ როგორც საბოლოოდ უნგრელმა ხალხმა არ დაიჯერა და არ ირწმუნა ვიქტორ ის, რასაც ამბობდა ვიქტორ ორბანის ხელისუფლება, იგივეს გაიაზრებს და გააკეთებს ქართული საზოგადოებაც. აი თქვენ რას ფიქრობთ? რა რეაქცია იქნება საბოლოო ჯამში ქართულ ხალხს იმაზე, რასაც ისმენს მართველი პარტიისგან, ან მეორე მხრივ არ ვიცი, ეს კითხვაც დავსვათ. მოდით, ასეთი პარალელების გავლება რამდენად სწორია უნგრეთსა და საქართველოს შორის, როდესაც ყველა ამბობს, რომ მსგავსების გარდა არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის განსხვავებებიც. ერთ-ერთი არ არსებობს პოლიტიკური სისტემები, რომლებიც აბსოლუტურად ტოლფასია, ხო? საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევდივით, მაშინაც კი თქვათ ერთი კონკრეტული საბჭოთა რესპუბლიკა, დაპყრობილი ქვეყანა არ იყო აბსოლუტურად იდენტურ მდგომარეობაში, ვიდრე თქვათ სხვა საბჭოთა რესპუბლიკა. მით უმეტეს ეხლა ვსაუბრობთ დღესდღეობით, როცა არის ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა და მეორე მხრივ არის საქართველო, რომელიც სამწუხაროდ, ფუნდამენტური განსხვავება არის სულ რამდენიმე და მე ხაზს გავუსვა ამ განსხვავებას. პირველი
რომ ჩვენ ევროკავშირის და ნატოს წევრი რო არ ვართ, ეს რაში გამოიხატება თან. ისინი ხო არიან ჩვენ რაში გამოიხატება, რომ 10 წლიანი ვარდნა ქონდა იმის მაგივრად რომ გვესარგებლა იმ 10 წლიანი პერიოდით და დაგვეწყო თავიდანვე რეფორმები და აღშენებულობა, ვიცით რაც მოხდა 90-იან წლებში საქართველოში, როგორი კოლაფსი მოხდა სახელმწიფოებრივი და საერთოდ შეუდგარი სახელმწიფო ვიყავით, დავარდების რევოლუციის დროს რაღაც დიდი ნახტომი გაკეთდა და ცოტა დავეციეთ უკვე ჩვენს პარტნიორებს, მაგრამ ეს არ უნდა ვერიო შეცდომაში და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის 10 წლიანი ეს წყვეტა აბსოლუტურად იყო და ვარდნა და ეს ფატალური მდგომარეობა არ ქმნის დღესაც განსხვავებას უნგრეთსა და საქართველოს შორის. ეს ერთი, მეორე ორბანი იყო ყოველთვის პოლიტიკური წიაღიდან გამოსული ადამიანი, პოლიტიკოსი იყო, 80-იან წლების მიწურულს იყო საბჭოთა ანტისაბჭოთა სტუდენტური მოძრაობის ლიდერი, 90-იან წლებში იყო რეფორმებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ივანიშვილი 80-იან წლებში იყო რუსულ უშიშროებასთან დაახლოებული ოლიგარქი, რომელიც პრიხვატიზაციის წლებში ცდილობდა რუსული უშიშროების სქემებით ფულის შოვნას. აი ეს განსხვავება არსებობს ამ ორ ადამიანს შორის. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მადიარს შეეძლო თავისუფლად ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია და ჩვენი აზრით ვინც არის ნაციონალური მოძრაობის აზრით როგორც მინიმუმ და ძალიან ბევრი ქართულის აზრით თავარი პოლიტიკური ოპონენტი ივანიშვილის მიხეილ სააკაშვილს ამის უფლება არ გააჩნია და ამ შესაძლებლობა არ გააჩნია და მიხეილ სააკაშვილს კი არა მაგრამ ლევან ხაბეშვილს არ გააჩნია ირაკლი ნადირაძეს არ გააჩნია ანუ უამრავი განსხვავება არსებობს ფუნდამენტური განსხვავება არსებობს ამ ორ მაგალითს შორის თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ რაღაცები არ ვისწავლოთ იმიტომ რომ მსგავსებებიც არსებობს და არ ვიცი ურბანის აი რა უნდა ისწავლოთ მაშინ ამაზეც ვისაუბროთ ამ დღეების განმავლობაში სხვა შორის რადგან უნგრეთი და ორბანი ვახსენეთ ბევრი ვისაუბრეთ მართლაც უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებზე იმაზე სწორედ რა უნდა გაიგოს ამ არჩევნებიდან ქართულმა ხალხმაც ოპოზიციამაც და ქართულმა ოცნებამაც თუმცა რადგან ჩვენ არ გვისაუბრია გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია აი მაგალითად ლელო და გახარიას პარტია უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში რომ არჩევნებს უსამართლო სისტემაშიც კი შეუძლია ავტოკრატიის დემოკრატიისკენ შემოbrunება და რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესში არჩევნების გზა არის მაინც უალტერნატივა. ხო ვიცი რომ თქვენ ასე არ ფიქრობთ და სკეპტიკურად უყურებთ დღევანდელ ვითარებაში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას, თუმცა მაინც არსებობს კითხვა თუ კი უნგრეთში იმუშავა არჩევნებმა და ოპოზიცია მოვიდა ხელისუფლებაში, ოპოზიციური ძალა მოვიდა ხელისუფლებაში, რატომ არ იმუშავებს არჩევნები საქართველოში? ნუ არ ვიცი მე მაგალითად თქვი და აი იგივე დონის ფარისეულობა მგონია საუბარი იმაზე ნებისმიერ ადამიანის მხრიდან რომ თურმე უნგრეთში რა ხან მოხდა საქართველოში მოხდება არ ამგონია საქართველოში არსებობდეს პოლიტიკოსი თქვენ ჩამოთვლილი პარტიის წევრი თუნდაც რომელსაც მართლა რეალურად ჯეროდეს იმის რომ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა უნგრეთი რომელსაც 10 წლიანი ვარდნა სახელმწიფოებრივი და კოლაფსი არ გამოუვლია 90-იან წლებში და სადაც პოლიტიკური პატიმრები კი არა პოლიტიკოსები ციხეში კი არ არიან ანუ საარჩევნო კამპანიაში არიან ეს ეხა აიცოდეს და და ტროტუარზე თუმის გამოხალხს არ იჭერენ და ეს ეხა იცოდეს და არ იცოდეს უпроსტորად და ისე იზახდეს ამას რასაც თქვენ ამბობთ ხო ანუ ამჯერ ამ მათიკულცულობის პირდაპირ გეტყვით ეხლა რაც შეეხება რა შეიძლება გამოვიყენოთ რა თქმა უნდა ყველაფერს შეიძლება ვისაუბროთ აი მაგალითად მე მოუწოდებ ხალხს ისაუბროს რის განიცით აი მუდმივად როცა საუბარი არის ხოლმე რომ აი კონსერვატორული ღირებულება შეუძლებელია კონდეს ივანიშვილს შეუძლებელია მისი რეჟიმი იყოს კონსერვატიული ეროვნული ღირებულების მატარებელი ეს ხალხი არის რომელიც რუსულ გავლენას ემსახურება რომელმაც ისტორიული შობადობის მინიმუმი ისტორიული მაქსიმუმი იმიგრაციის მოიტანა ამ ქვეყანაში საქართველოს მიიყვანეს გადაშენების პირად ერთი რეალური ცვლილება ერთი რეალური ნაბიჯი გამახსენეთ რომლითაც მოხდა ქართველების აი ამ პრობლემის დაზღვევა რომლითაც აი ჩვენ დავინახეთ რომ ამ ხალხს უნდა რომ ქართველები დაუმრავლდეთ და უნდათ რომ ქართველები იმიგრაციაში კი არ წავიდეთ საქართველოში დავრჩეთ და ქარავასლად რომ არა ქარავასლად რო აქციეს ეს ქვეყანა ერთი ნაბიჯი მაინც გადადგეს რომ ქარავასლად არ ქცეულიყო ეს სახელმწიფო და ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი უფრო კომფორტულად გრძნობდეს თავს ჩვენ ქვეყანაში ვიდრე ჩვენ ვგრძნობთ ქართველები ეს ქსენოფობია კი არა რეალობა არის ხო და ამ ხალხისგან კონსერვატორობა კი არ უნდა ვახსენოთ ხოლმე უნდა ვთქვათ რომ კონსერვატორები რეალურად ვარ ჩვენ ყოველში მე მაქვს და ჩვენ გვაქვს ნამდვილად ამაზე პრეტენზია ვარ კიდევაც და შეიძლება ლიბერალური ძალებიც არსებობდნენ, მაგრამ კონსერვატიული ნიშა უნდა დაიკავონ იმ ხალხმა და იმ ძალებმა, რომლებიც რეალურად არიან კონსერვატორები. მე მართლა მინდა და კონკრეტული ინიციატივებიც გვექნება, რომლითაც მოხდება ჩვენი აი ამ დემოგრაფიული კატასტროფის საფრთხის თავიდან არიდება. მათ შორის მართლმადიდებლურ ეკლესიას კრებსებს კი არ გამოუქვეყნებენ და ორკესტრებულ შეტევის ობიექტი კი არ იქნება, არამედ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ისევ იქნება ის ურთიერთთანამშრომლობა, რაც უნდა იყოს. და რაც არ არის, სხვათა შორის მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ კონკრეტული თავდასხმის მაგალითები ბოლო 10 წლის მანძილზე და საბოლოო ჯამში თუ რამე შეგვიძლია ვისაუბროთ. ბატონი მადიარი ძალიან სწორად პოზიციონირებდა. ის იყო
უნგრელი, რასაც ქვია, ის იყო აი ნაციონალისტი თუ კონსერვატორი უნგრელი და არ დაუტოვა ეს ნიშა ორბანს, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად ირგებდა ამ ნიშას, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს 90-იან წლებში ამით გავს ხოთაშორის ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, როგორც ეხა ბატონი ყობახიძე, პაპუაშვილი იყვნენ აუცილებლად დასავლურ ორგანიზაციებში ჩართულები, თავით იყვნენ ესე ჩაფლულები ამ საქმიანობაში, αλλά დასავლური ფონდების რაზეც ეხა ჩვენ მაგალითად გამოსდება საერთოდ არ გვაქვს უმეტესობას მე რა ვიცი, ჩემ პარტიაში ახალგაზრდა ლიდერებს შორის მაყურებელში არ მახსენდება ესეთი ადამიანები და რომც იყოს პრობლემა კი არ არის, მაგრამ ისევ ის თვითონ გვაბრალებენ და საბოლოოდ თვითონ იყვნენ და ორბანსაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ამ დასავლურ ლიბერალურ ორგანიზაციებთან თავის დროზე ამ ხარისეულობით გავს ხალხთა შორის. თორე არჩევნებს რო დაუბრუნდე, ჩვენ ქვეყანა ჩვენთან პარტიაში მარტო რაღაც ფერმა აუწყდება და ჩვენ ყავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ლიდერი, ხო იგივე ლევონ სანიკიძე, ლაშა ფარულავა, ვასო ურუშაძე, რეგიონებში ყავს ძალიან მაგარი ხალხი, გიგი ტელაშვილი, ედიშერ ჟღენტი, ლაშა კოლმახიძე, შეიძლება გამომჩეს ახლა რა არ მინდა რომ კიდევ ასეთ რაღაცები გამომჩეს, იმიტომ რომ ბევრი მე სხვებსაც იგორ ნარმანია და სხვებსაც ვახსენებ სხვა დროს. აი რატოა მაგალითად ედიშერ ჟღენტს მაგალითად აჭარაში უარი თქვა საკუთარ ადგილზე. თქვენ ეს ედიშერ ჟღენტს ან თუნდაც არ ვიცი ახლა მეც ან ვინმე სხვას ჩვენ ამ ახალგაზრდა პოლიტიკოსები და რა ურჩევნია საქმის კეთება, რეფორმების ჩატარება, საპარლამენტო საქმიანობა, თუნდაც აჭარის ნებისმიერ ადგილას საკრებულო იქნებოდა, სადაც არ უნდა იყოს, ხო? და საბოლოო ჯამში რა ურჩევნია ამ ადამიანს? რა თქმა უნდა ურჩევნია ესეთი საქმიანობა, მაგრამ როცა არჩევნები არ ტარდება ამ ქვეყანაში, მანამდე გვიწევს არჩევნებისთვის ბრძოლა. მადლობა სტუმრობისთვის, სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო არა და მინდოდა მეკითხა ოპოზიციური ალიანსის გეგმებზე, თუმცა დღეს ვერ მოვასწარით, ამიტომ სხვა დროს იყოს. დღეს დაგემშვიდობებით, ირაკლი პავლენიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღეს ნესრომი ამით დასრულებულია, ერთმანეთს ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.